ჩემი ყოველდღიური საქმიანობა საკმაოდ ადვირთული არის. დილა იწყება განყოფილებაში შემოვლით. შემდეგ კონფერენცია მორიგი პერსონალთან და მძიმე პაციენტების მიმოხილვა. შემდგომ უშუალოდ ჩემი პროფესიული საქმიანობა დღეს დაკავშირებულია ქირურგიასთან. ეს არის პაციენტების მიღება, გეგმიური თუ გადაუდებელი ოპერაციები, შეხვედრები და ასე შემდგომ. გარდა ძირითადი ქირურგიული საქმიანობისა, რა თქმა უნდა, ჩემი ადმინისტრაციული თანამდებობიდან გამომდინარე, მიწევს მრავალი სხვა ყოველდღიური საკითხზე ზრუნვას და მოგვარებას, რომელიც საკმაოდ დატვირთულია და იმდენად მიჩვეული ვარ ამ გრაფიკს, რომ სხვა გრაფიკი ვერ წარმომიდგენია და შვებულებაში ყოფნის დროს მეანტრება კიდეც ეს პერიოდი. ქირურგის ცხოვრება, ყველა ქირურგი ზოგადად დაკავშირებულია პირველ რიგში მძიმე შრომასთან, საქმის სიყვარულთან, პაციენტების ზრუნვასთან და რა თქმა უნდა განცდებთან. არ არსებობს რომ ოპერაციაზე რამე განცდები არ იყოს, უნდა ოპერაცია სირთულის იყოს, ჩვენ ზოგადად ქირურგები ყველა ოპერაციას როგორც რთულს ისე უდგებით. თუ გინდა მშვიდობა ემზადი ომისთვის, ზუსტად ამოცნობით ხელმძღვანელობთ, ასე რომ არ არსებობს მარტივი ოპერაცია და მარტივი პაციენტი. პირველ რიგში მე ვარ ექიმი, ქირურგი. ნებისმიერი სხვა თანამდებობა, განყოფილების ხელმძღვანელობა თუ სამედიცინო დირექტორობა, ეს არის შემდეგ. პირველ რიგში მე ჩემ თავს ხედავ ექიმად, ქირურგად და სანამ ფიზიკური შესაძლებლობა მექნება, ვაპირებ ამ მიმართულებით ვიმოღვაწეო. პირველი ოპერაცია საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მომიწია, პრეზიდენტურის პერიოდში, ორდინატურის და რა თქმა უნდა, პირველ ოპერაციებს აქვს მნიშვნელობა, ასე ვინ დგას შენს გვერდში გამოცდილი ხელმძღვანელი და მასწავლებელი, იმიტომ რომ პირველმა იმედგაცრუებამ, დამარცხებამ, სტრესმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ნებისმიერ ადამიანს. ძას თავისთავად მოვიდა ეს ყველაფერი ალბათ განაპირობა ჩემო ოჯახურმა დინასტიამ. ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბებია ბაბუას დედა ტრადიციული მედიცინის მიმდევარი იყო და იქიდან მოყოლებული ბაბუას მედიცინის მუშაკი, მისი ძმაც, ჩემი სამი ბიძა ექიმები, ჩემი ბიძაშვილი და ჩვენს ოჯახს ეს ტრადიციული პროფესია არის სამედიცინო სფერო და პედაგოგიკა. ასე რომ ალბათ მან განაპირობა რომ ასე გაწყვეტილება მარტივად მივიღე შედარებით და ახლაც რომ უფრო უკან დავხიო, ვერ ვფიქრობ სხვა პროფესიას, მიუხედავად ამ სირთულეებისა, რაც საჭიროებს სამედიცინო პროფესიის გზა გავლას, ხო, სტუდენტობა იქნება თუ შემდგომ პირველი წლები და რაც რო გადის უფრო და უფრო მეტ სირთულე გვხდება ხო ამ პროფესიაზე, მაინც ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანი და ვერ ვხედავ ჩემს თავს სხვა პროფესიაში. ჩვენი სამუშაო გრაფიკი არ ეწება 9 საათზე და არ თავდება 5 საათზე, ჩვენ 24 საათი შევავიყოთ და მოგვიწიოს სამსახურში ან წასვლის შემდეგაც მოbrunდა მოგვიწიოს კლინიკაში და ან შვებულების პერიოდში მოგვიწიოს კლინიკაში მოსვლა და ეს ბუნებრივი ქირურგისთვის მნიშვნელოვანია ხელშეწყობა ოჯახიდან. იმიტომ რომ ჩვენი სამუშაო გრაფიკი, სამსახურში მიღებული სტრესი, ცოტა სხვანაირ გაგებას საჭიროებს ოჯახის წევრების მხრიდანაც. და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს შენი პროფესიის ესმის. ეს იქნება მეუღლე, დედმამიშვილი, ნათესავი თუ ასე შემდეგ. და მივფრთხილებიან მაქსიმალურად ჩემს ტელეფონზე დღეში დაახლოებით 200 ზარი ხორციელდება. ოჯახის წევრები მხოლოდ საღამოსათებში მირეკავენ და ესეც 3 ზარის შემდეგ თიშავენ ტელეფონს, ესე იგი ამცალია. თვითმიზანი არ ყოფილა რომ ჩემი მეუღლე ექიმი ყოფილიყო, ასე მოხდა. სამწუხაროდ იყო ჩვენი შეხვედრა პირველი და შეგვექონიათ ოჯახი, ჩემი მეუღლეც თამარ თუთისანი, მისი ოჯახი დევნილია აფხაზეთიდან, თუმცა ეს კომიშენგონ პერიოდში არის დაბადებული. არის კარდიოლოგიის რეზიდენტი და მომავალი კარდიოლოგი. ყავს 2 შვილი, სოფია და სანდრა, მცირე ასაკის. მე როგორც სამედიცინო დირექტორს მიწევს პაციენტების შეთანხმება. განსაკუთრებით ძიმე პაციენტებს, რომელიც საჭიროებენ რეფერალს. საკმაოდ ხშირად თვეში 2-3 პაციენტი მაინც ყავს აფხაზი ეროვნების. მათ აქვთ იმედი და ის განცდა, რომ ისინი აქ მიიღებენ ხარისხიან დახმარებას და მედიცინას. და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამას ხელი შევუწყოთ ამ იმედის გაღვივებას და კიდევ ერთი კეთილი საქმის გაკეთებას, რომ
მათ შიშიც გაუქრეთ. თავიდან რა თქმა უნდა, თანხლებპირებით თუ პაციენტებიც არიან ეგეთი შებოჭილები, თუმცა მეორე მესამე ვიზიტის მოსამოდიან კონტროლზე უკვე ეს გამქრალი აქვთ, იმიტომ რომ დამოკიდებულება შესაბამისად ჩვენი მხრიდან პირიქით უფრო მეტი სითბო, უფრო მეტი ყურადღება. დათვლილი ექიმით მშვიდობისა აფხაზეთი ამწუხაროდ თხოვდა 6 წელი უასწარი მან ცხოვრება. ალბათ ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარი არის ჩემი ბავშვობიდან. უზრუნველი ბავშვობა, ყველა ბედნიერი, ყველა კმაყოფილი, ყველა გაღიმებული და რომელიც მე უცებ ომმა ყველაფერი შეცვალა. დავიბადე სოფელი განახლება გულირიფშის რაიონი. ყველა კუთხის შვილი თავის აღზე რომ ეს ყველაზე ლამაზი სოფელია, ყველაზე ლამაზი გარემოა, მაგრამ აფხაზეთი ობიექტურადაც მიიჩნევა ერთ ულამაზეს მხარედ სოფლიოში და ასე იყო ამდენად ჩემს მოგონებებს როგორც შემორჩა. ჩვენი კუთხე იმდენად მიგვანებული იყო მთაგორიან რელიეფთან, რომ ფილმი რაჭა ჩემი სიყვარულის გადაღება გადაწყდა აფხაზეთში და შერჩეული იქნა ჩვენი სოფელი და ამ ფილმის უმეტესი ნაწილი გადაღებულია განახლებაში რაჭა ჩემი სიყვარული და მათ შორის უშუალოდ ჩვენს ძირ სახლში. ის ცნობილი ქართველი მსახიობები რაღაც პერიოდი ჩვენს სახლშიც კი ცხოვრობდნენ და მათი მასპინძელი იყვნენ ჩემი ბებია და ბაბუა. ამ კადრებმა შემოინახეს ჩვენი სოფლის სახლები, მათ შორის ჩვენი ძირის სახლი, რომელიც ახლა აღარ დგას და ყოველი ჯერს ამ ფილმის ყურებისას, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ სასიხარულია, მეორე მხრივ სევდა, რომ ის რაც იყო, ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდება და ვეღარაფერს ვერ შევთვლით. რა უდოდათ ამ ხელს დაგას? კიდე გარი რომ ვინ ედამასთან არა? არ მეუღებოდი კაცკაცო. ჩემი შვილები პატარები არიან, 3 წლის და 5 თვის. თუმცა რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩემს ოჯახში ბავშვები გაიზრდებიან იმ შეგნებით, ჩემი ცდილობა ასეთი იქნება, რომ მათთვისაც ისეთივე იყოს საპასუხისმგებლო აფხაზეთის თემა, როგორც ჩემთვის არის. თუმცა ესეთი ემოციური კავშირშება ვერ იყოს ობიექტურად, იმიტომ რომ მათ არ უნახავთ და არ იციან, მაგრამ შევეცდები რომ ის გადავცე. ისაც მე გადმომცე შემაწინააღმდეგობა ის სითბო, ის ღირებულებები, ის სიყვარული და ის მოგონებები. ადამიანს შეიძლება ბევრი ოცნება ჰქონდეს და სურვილი და ვერასოდეს ვერ თქვას, რომ აი ან ავისრული, ან მივახციე სრულყოფილებას ამის ბედნიერება, მაგრამ თუ აფხაზეთის დაბრუნება მოხდება, ეს იქნება ჩემთვის აი ყველანაირ წარმატებაზე უფრო მაღალი და ყველაზე უფრო ძლიერი და ჩავთვლი რომ თუ რამე სურვილი მქონია, ესე იგი შესრულებულა.